კიდევ ერთხელ დღემშვიდობის საძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო მიდის პირდაპირ ეთერში გადის გადაცემა კვლავ ძველი რადიო და დასკვნით ნაწილში როგორც ყოველთვის გვერდდება დიტო დიდი მადლობა, იმიტომ რომ დღემშვიდობის ყოველთვის საზოგადოებას ჩვენს ეთერს და დღევანდელი დღეს სპორტული დღეა, თუმცა მანამდე სულ რაღაც ახლახაც რამდენიმე წუთის წინ ესე დღეს არ ღებულობს მონაწილეობა საბადო მიზეზის გამო ჩვენი მეგობარი და კოლეგა ნინო მეუნარგია ეს ხოჭორს რამდენიმე დღის წინ წავაწყდი და მე გული დამსდა რომ მე ხა ვერ მოვნიშნე ეს რომ YouTube-ზე იყო რაც ერთ-ერთი ძველი ქართული ფილმი გადიოდა ნუ არც ისე ძველი უბრალოდ იყო ნინოს კადრები არის აუ მე როგორ არა უნდოდა რომ ენახა და ვერ ვაჩვენე სამწუხარო და არა მე რატო ვამბობ რომ გავიდა ეხლა 33 წელი და აბსოლუტურად არ შეცვლა დამეთახმე. არნაირი სულება, არნაირი არც ხმა, არც ვიზუალი, არც შემართება, არც და ნინიკოს უსურვოთ ხნეობა, ჯანმრთელობა, თავის ულამაზეს ოჯახთან, შვილებთან ერთად და წარმატება და დიდი შემოქმედებითი ასევე კიდევ ერთხელ გერთები და სანამ დიტო შენ ასეთ თან კარგ პიროვნებებს მოვიგონებთ და მე მინდა ვთქვა რომ აი სპორტული ფილმების ფესტივალი იყო და სხვადასხვა სწორედ აღნიშნე ჩვენ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან რეჟისორებთან ბატონ ირაკლისთან განსაკუთრებით აღნიშნეთ რომ აი იმდენი მასალა ირაკლი პაპავა ხო ირაკლი პაპავაზე საუბარი იმდენი მასალა იმდენი გამორჩეული ადამიანობით სპორტულ წარმატებებზე არ მაქვს საუბარი რომ ფილმი კი არა სერიალი შეიძლება გადავიღო და სწორედ მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრა დიტო რომ აი ჩვენთან ერთად აი ნინოსთან მე სულ აღნიშნავთ ხოლმე არაჩვეულებრივ ადამიანებს ვეცნობით შენი დახმარებით და ასევე ჩვენი მსმენელის და კარგი იქნება ეს და ეს მართლა ყავს ჩვენ ესეთი ლეგენდები და მართლა შეიძლება ფილმები ყავს რომელია მათ ვერ ამოწურავდა აი თუნდაც დღევანდელი დღე ავიღოთ აი ბაბადე ერთს ვიტყვი არის დღეს მისი დაბადების ნოდარ ჯაჯოვიჩი ასე ვთქვა ნოდარ კონსტანტინოვიჩი ის დიდი არ არის ის ლეგენდაზე მეტია როგორც პიროვნება როგორც კალათბურთელი და საერთოდ მისი ოჯახი მისის მოდი იცი შენი ნებართვით იმიტომ რომ როცა ჯაჯუ ვახსენე ჯაჯუ ჯორჯიკია სწორედ ჯაჯუ ჯორჯიკიადან სულკურთხეული აი ამ დიდებული ადამიანიდან მინდა დავიწყო ეს იყო განთქმული მწერალი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი ისეთი რომ ჯაჯუსთან ორი კვირას რომ მოხვედროდა ადამიანი ჩათვალე რომ უკვე დიდ ქართველად ყალიბდებოდა არ ვაჭარბებ ამას აი უბრალოდ გეტყვი ვინ ეხა მოდი მოკლე ჩამონათვალი რომ აი ასე რო ვიტყვიან ჩაისთან ვინ იკრებებოდა ნოდარ ჯორჯიკიას მამის ოჯახში გერონტი კიკოძე რაჟდენ გვეტაძე ლეო ქიაჩელი ლევან ასათიანი და თავარს ვიტყვი რომ როცა სულკურთხეული ექვთიმე თაღაიშვილი დაბრუნდა ჩვენი ამ განუმეორებელი უნიკალური საგანძურით და ყველა რატომღაც უფრთხოდა ექვთიმეს იმიტომ რომ ყველას ჰქონდა რომ აი ახლა რა იქნება ყველას ეშინოდა იმიტომ რომ იცოდნენ რომ მაინც ექნებოდა იმ არასახსენებელ NKVD-ს რაღაცა დამოკიდებულება პირველი სწორედ ჯაჯუ იყო ვინც საკუთარ ოჯახში საღამო აი ოჯახური საღამო მოუწყო და იქ საინტერესო რაღაც მოხდა. ეხლა კვარას რო ვსვედი წალეჯიხა და ის გავახსენდა ლეო ქიაჩელის ხო წალეჯიხიდან იყო. არა აქ ესეთი რაღაც აუცერიო. ის საგანძური რომ მიქონდაო. რამე რო დაბარტროდა სად ვიდიოდიო და გაშრა ყველა. რა უპასუხა ისი? ექვთიმემ ერთი ქოშიც თამარის ქოშიც რო სხვაში ჩავარდნილიყო. ღვის ფსკერიდან ამოვიღებდითო. მაგრამ ხო ჩემოდი მე მიხვდა რომ რაღაც დიდი სისულელე და ცუდად მოვიდა და მუხლმოდრეკილმა პატიებად ხოა იმავე საღამოს იმიტომ რომ იქ აღარ არის დეტალები ახსენილი მაგრამ სხვებიც რა თქმა უნდა შეუძახებდნენ რომ ლეო გასოს კალაკური გამოთქვა რომ იყო აღარ დავამთავრებ ლეო უდიდესი ქართველი მწერალია და ძალიან არა ხო მაგრამ ეხა იცი რა როცა ექვთიმეს ეს ხტები ხო უდიდესი შეყოლება დღეს საღამოს მოედაზე კიდე არა ეს მოკლედ აი ასეთ ოჯახში დაბადებული და აღზრდილი აი უკვე თავად განსაჯეთ რა გენეალოგიის მქონე ადამიანთან გვაქვს საქმე ეს
საგვარეულო გახლავთ ეშტო ჯორჯიგიების საგვარეულო მამაქალაქის მკვიდრი ქუთაისელები გახლავან და აი სპორტული კარიერა დაიწყო უკვე სერიოზულ უკვე პროფესიულ კარიერას ვამბობ გრიგოლ მეუნარგიას თავკაცობით. დაიწყო ნიკო ვასელი და მის შაუმავალი პირდაპირ ესეც ქუთაისელების როლი ამ ადამიანის და მოდი მოკლედ ვიტყვი ჯერ რა მიღწევები ქონდა და ისიც მინდა აღვნიშნო რომ მოუწია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა იყო დაჭრილი მიღებული აქვს 4 ძალიან მაღალი ხარისხის მედალი და ისიც მოასრო რომ უკვე გამოჯამრთელებულმა პირველი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მეორე მსოფლიო ომის მიწურულს მოიპოვა. ხო ის გახლავდა ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების რუსეთის ჩემპიონი. ხო ჭყალებში გაგებით რა ცოტაა, ხო მიხედ რა ცოტაა. მაგრამ მოხდა ასეთი რამ რომ 1947 წელია პრაღაში გახდნენ მას სხვა შორის ევროპის ჩემპიონები, რის შემდგომ კარგი ხანი ჩამოაშორეს ნაკრებს. მისეზი არ გაინტერესებს. ბიჭო აი სადღაც რო ყველგან შეძურებიან რა ესე საბჭოთა კავშირის ნაკრების თავარს ნელად არც მეტი არც ნაკლები უცებ ხდება მავანის სტეპან სურენოვიც სპანდარიანი. ეხლა სპანდარიანი და კალათბურთი ნუ ცოტა ისეთ თემა გესმის, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით მოხდა ეს რა და ის მაგის შვილებმა შვილი ოფიციალურად კგბ-ს პოლკოვნიკი, მეორე გენერალი ამ შემდეგ ეს მერე ვამბობ. ანუ ბერიას პერიოდია ჯერ. ხო, ნუ კლასიკური ლავრენტის პერიოდია და რა ხდება, იცი რომ ერთ-ერთ თამაშის დროს დედა შეაგინა ნოდარს. აუ ეხა ნოდარ ჯორჯიკიას დედის აუგად ხსენება და აი როარტყა ყბა ჩამოუღო პირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა არ დაუჭერიათ ვერ დაიჭერეს იმდენად დიდი იყო და ჩამოაშორეს ნაკრებს და მე ჯაჯუმ რაქნა იცი მაგრამ ჯაჯუს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ლავრენტი პავლოვიჩს მიწერა ოფიციალური წერილი. ეხა ეს წერილები მოხსენება ეხა ჩვეულებრივ იმას რომ დაეწერა ეხა კოლმეურნეს ის ლავრენტი და ვერ მიახსენდა მაგრამ ჯაჯუს არა კოლმეურნების წერილები არ მიდიოდა ეხლა მოიცა მაგრამ ჯაჯუს წერილი მივიდა და წერილში ეწერა ასეთი რამ რომ ეს არ შეიძლება ასე ეს არის უსამართლობა ყოველხრივო თუ დასაჯელიაო ჩემი ბიჭი დასაჯეთო თუ არა ნაკრებში დააბრუნე თუ და რა მოხდა ლავრენტი დაიბარა ნოდარ ჯორჯიგია პირადად თავისთან ჩამოდი მოდი ჩემთანო და ყველაფერს მოусმინა და არ აბსოლუტურად მართალი ხარო რა შეიძლება ისიც დააყოლა მე უარეს გავაკეთებდი მაგრამ ეგ უკვე მე მატიანემ აღარ შემოგვინახა და ამის შემდეგღა დაბრუნდა მაგრამ აი ეს სპანდარიანი და ნაკრები ნუ ეს არ ვიცი რა ისე თემაა რა მოკლედ აი არ მიდა რაღაცა კარიერის შემდეგ როგორ გაგრძელდა არა აქ იყო მთავარი ის რომ ოთარ ქორქიასთან ერთად შექმნა ქართული საგალბურთო მექა. აი ნამდვილი მექა შექმნა თავისი თამაში ტიტულებით ეს ხო განუყრელი დუეტი რომელმაც აი ქართული კალათბურთი თავიდანვე უმაღლეს დონეზე აიყვანა. მაშინ ასეთი წარმატება არც ერთ სათამაშო სახეობაში არ ჰქონდა. აი ყმადაღებულ ფეხბურთში სულ რაღაცა მაშინ ფეხბურთში საერთოდ ტიტული მე წინა გამოშვებაში აღნიშნე რომ პირველი ტიტული თბილისის დინამო 64 წელს მოიგო და ეს ხალხი უკვე ისე დახუნზრული ეს რო თქვი რომ საბჭოთა კავშირის 5 ჩემპიონობა ორჯერ თასი ამდენი ოლიმპიური ის უკვე ოლიმპიურ ნაკრებში და გაცილებით მეც მიაღწევდა ასევე არ შეიძლება არ მინდა აღნიშნო რომ კარიერის დასრულების შემდეგ იყო თბილისის კალათბურთის ფედერაციის სათავეში წლების განმავლობაში შემდგომ უკვე საქართველოს მინისტრას საბჭოს რეფერენტის თანამდებობას იკავებდა საკმაოდ წარმატებულად ვიცი რაზეც გეცინებდა შენ და არა იმას ვერ ვიტყვი არაფერი კარს უბრალოდ ძვირფასო მეგობრებო ერთ ადამიანს გაუკვალა გზა სწორედ მინისტრ საბჭოში და აი ხა ამ თემას ვერ შევეხები სამწუხარო არა იმიტომ ვერ შევეხები რომ ამა ძალიან ბევრი მრავალი წერტილი აქვს იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოებული ღირსენის ორდენის კავალერი ნუ გაცილებით მეტი ნუ თავმად შეიძლება ითქვას და სხვა შორის ახლა აქ აი ყველაზე გულდასაწყვეტი რა არის იცი რომ როდესაც აი თბილისის ძველ სპორტის სასახლეზე აი უნიკალურ არ ვიცი მე ჩემთვის ნაგებობაზე მეტია ჩემთვის ეს ალბათ არა მარტო და ჩვენი წინათაობების ცხოვრება ბერჯერ მithქვას რომ სწორედ აი მაშინ როცა არასახსენებელმა ნიკიტანმა ხრუშოვმა იხილა სპორტის სასახლე მაშინ გადაწყდა ჩვენი გადასახლება და უბრალოდ იყო ასეთი იყო საზოგადოების უდიდესი ნაწილი სურვილი მე ხა სულ კურთხეულ გივი კარტოზიას რას ლაპარაკობ გივის უბრალოდ გივის სახელი მიენიჭა თუმცა ყველა ელოდა რომ
იქნებოდა ქორქია ჯორჯიკიას სახელით უკდაყოფილი როგორც განუყრელი მეგობრები იყვნენ ასევე აი ერთადერთი მასში და იცი რა მიუხედავად იმისა რომ აი ხა თბილისის ახალი სპორტის სასახლის ერთ-ერთ ფლიგელს აქ აი ჯორჯიკია ქორქიას სახელი იცი და აი იმდენად მაინც რაღაც აი გულზე აი ხინჯადგა არა მაინც აი დაფასების მომენტი და არა ის რასაც ესენი იმსახურებდნენ რასაც ეს ორიგენიოსი იმსახურებდა მე არ შემიძლია ასევე არ თქვა რომ უნიჭიერესი ბიჭი კოკა ჯორჯიკია კონსტანტინე ჯორჯიკია ეს უკვე ჯაჯუს კოკა ვაჟზე საუბარი ნუ ისეთი ვიცი რა იქ ტრავმები იყო და ნუ ცოტა ისეთი კოკა არ მიწყეს პატარა სიზარმაც იყო თორე საკმაოდ ნიჭიერი იყო კაცილება აი მართა ველოდით რომ დიდ კალბურცით ამ შეიძლება ეხა მთლად მამას ვერ გატოლებოდა და ნოდარი იმიტომ რომ ნოდარი იყო საოცრად არ ვერ გადმოვცემ რა საგალბურთო თვისებების მქონე ამაზეც ვიტყვი რატომ და იყო ასეთი რამ 2003 წელს ჩატარდა მაშინ სულკურთხევი ცოცხალი იყო ოთარ მიხაილოვიჩი ქორქიას ოთარ ქორქიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური თამაში ვეტერანთა შორის კოგამ ითამაშა კიდე ჩვენივრად და მე სხვა შორის ერთ იმას მგონი ნუღელი იყო თორსე მიკროფონი გამოვარტ მომეცი აქო მიკროფონიო და დაჯდა და პირდაპირ სპორტის სასახლეში წაიყვანა მთელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი არა სატელევიზიო ეთერისთვის არა ტელევიზიის გადიოდა თვითონ დარბაზ მე მსგავსი რა მაი კაცი დავბერდი კი მე არც მინახავს არც მსმენია მეტი და არც მომსწრები ვარ უნჭერესი მე უბრალოდ ალბათ გული მწყდება რომ აი კოკა დღეს აი აქტიურად არ მოღვაწეობს საგალბურთო სფეროში ამ სამყაროში იმიტომ რომ მართლა ბევრს მოვიგებდით იმდენად წესიერი და უკეთესობიერი ადამიანია როდესაც შენ უდიდეს კალათბურთელზე ან ფეხბურთელზე ან სპორტის რომელიმე სახეობის უდიდეს ქართულ წარმომადგენელს საუბრობს შთამომავლობა ყოველთვის ახსენებენ ხოლმე მაჩვილებს და შვილიშვილებს აი ყოველთვის არის აი ფუნდამენტია რა ეს აუცილებელი ეს ხომ აბადია ჩემი და შენი მოგონილი არ არის დღეს ყველა თახვდება რომ მინიმუმ სულ მცირე 80% გენეტიკა მინიმუმ ზოგი უკვე უფრო მეცაც მიდის ბჭო დიდმა რუსთაველმა როდის გვითხრა როდის დაგვიტო ანდერძათ რომ მარტო წვრთნა რას უშველისო კაც როდის ხო და ეს არის ეს აყავლი ამას არ გაუდის და ეს ჩვენ სიმპათია ანტიპათიაზე და ჩვენ სურვილზე არ არის დამოკიდებული სხვათა შორის აი ძალიან არასახსენებელი ის ალექსანდრ იაკოვლევიჩ გომელსკი რომელიც ჩვენი ძალიან დიდი მოწულე იყო ისე პარულად მოწულე თავის წიგნში წერს ნოდარ ჯორჯიკიაზე წიგნს ქვია მუდმივი გამოცდა რომ ცირარიო გამოკვეთილი ფიგურა იყო რა თამაშობდა აზარტულად სიამოვნებით და მიმზიდველად ნოდარ ჯორჯიკია ქართული კალათბურთის აი პატრიარქად შეიძლება თავმად შერაცხო და სხვათა შორის ესეც მინდა აღვნიშნო ეხლა ამათ კი არ ვაშორიშორებ რომ უფრო გამოჩნდა ადრე ნოდარი და მერე ოთარ მიხაილოვიჩი იმიტომ რომ ოფიცერთა სახლი აი გრიგორ მეუნარგიამ რო შექმნა აი ლეოვა ჯეკონსკი და ისინი რომ ვახსენეთ სწორედ გუნდის ლიდერი იყო ნოდარ ჯორჯიკია და ნოდარ ჯორჯიკიას და ოთარ ქორქიას მეგობრობა უკვე თბილისის დინამოს რიგებიდან დაიწყო და კიდევ ერთი საოცარი რამ ამას ნოდარ ჯორჯიკიას აი დარი გიგანტი ზებუნებრივი ადამიანის გარდა ვინ გააკეთებდა 1957 წელს მიიღო პირადად ვინკადრებდა ნოდარს ასვაის არის და ნოდარი არისო ესეთ პიროვნება რომ და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ და მეო გზას უთმობო აი მოდის აუმავალი ვარსკვლავი არა მარტო ქართულ კალათბურთის და ზუსტად განსაზღვრა საუბარია გურამ მინაშვილზე და აი დაუთმო გზა ადგილი რომ შენ უნდა გურამ ითამაშო და მე წავედიო რა მე წავედი ეს რასაც შეყვები რიტო ეს არის ფაქტიურად სცენარი კარგი დოკუმენტური ფილმისთვის არა მხოლოდ არა კარგი თავად განსაჯირა 104 წელი შეუსრულდებოდა ძვირფასო მეგობრებო დაბადებიდან დავძენ რომ მოციფულ ასაკში უკვე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა 2008 წელს სხვა შორის ისევ არასოდეს არ დავიწყებია ესეც მინდა ბოლოს აღვნიშნო თავისი მშობლიური ქალაქის სიყვარული ხო არა კი ბატონო და რომ ის მაინც შინაგან პერუზა მთელი ცხოვრების უდიდესი ნაწილი თბილისში გაატარა მაგრამ მაინც მკვიდრი ქუთაისელი იმიტომ რომ ის ჯაჯუ ჯორჯიკიას ვაჟი იყო აი ეს არის რა მთავარი რა ნოდარ ჯორჯიკია
მიხეილ აშვეთია ნოემბერში შეუსრულდა კიდევ ერთი ქუთაისელი სპორტსმენი ფეხბურთელი 47 წლის შესრულდა მიშა არ ვიცი ძალიან მიმძიმს მიჭირს ამ უკეთილშობილეს პიროვნებაზე და ადამიანზე და სპორტსმენზე საუბარი იმიტომ რომ მის კისერზე მართლა წისქვილის ქვა დატრიალდა უბრალოდ მე მარტო იმ კუთხით თუნდაც რომ შეძლებს დაგვარად ეხა ჩვენ ბევრი სამწუხაროდ არაფერი შეგვიძლია გამომხნევთ მიშას თანადგომა გამოუცხადოთ ის რომ მარტო ათქმა უნდა ამაზე ბოლოს ვიტყვი დავიწყოთ იმით რომ ეს იყო უნიჭიერეს ფეხბურთელი 93 წელს კარიერა ქუთაისის ტორპედოში დაიწყო 16 წელი ითამაშა პროფესიული ფეხბურთი დაასრულა ნიჟნი ნოვგოროდში ეროვნულ ნაკრებში 10 წლიანი კარიერა ჰქონდა 24 შეხვედრა ჩატარებული 5 გოლი შემდგომ საფსუნელო კარიერას მიჰყო ხელი სად ისევ რა თქმა უნდა მშობლიურ ქუთაისის ტორპედოდან 2016 წლიდან მოყოლებული თითქმის 10 წელია აი რა გუნდებში მოღვაწეობდა და სუიმერული გუნდების ხოთაშორის ქუთაისის ტორპედო წყალდუბო სამგურალი სამტრედია დაიწყო ჯერ თანაშემწია შემდეგ თავრიცული და ერთი დეტალი მინდა აღვნიშნო როცა ერთ მასე როცა მე ჩვენთან ჩვეულებრივი ხილია ნებისმიერი კლუბის პრეზიდენტი წარუმატებლობაში არასაგუდარ თავს საგუდარ შეცდომებს და ხინს არამედ მსმენელი ყოველთვის განტევების ვაცია იყო არის და იქნება ყოველთვის ესე იქნება როცა გამოუშვეს უშვიათესი რამ მოხდა მე სხვა შორის გავსი რამ თითქმის ვერ გავიხსენე ქართულ ფეხბურთში სხვაგან მახსოვს რომ ქუთაისის ფანობამ ღია წერილი გამოვიდა ამ პრეზიდენტს მია ბაზაზე დიდი ის მოაწყო რომ არ შეეხოთ აშვეთიას არ ისეთი თან მიუხედავად იმისა რომ გუნდი კრიზისში იყო მიუხედავად იმისა რომ გუნდის თამაში იმ მომენტში არ იყო წარმატებული სრული მხარდაჭერა და თანადგომა მიხეილ აშვეთიას და ეს კიდევ ერთხელ რატო ეს მოწმობს ამ დიდებული ადამიანის კეთილშობილებაზე წესიერებაზე და როგორც პროფესიონალი არა იმიტომ რომ იცი აი ნამდვილი ის არის დიდთან დიდი პატარასთან პატარა და მიხეილ აშვეთიასთან ვისაც უმშავია და მე ვისაც გქონია ურთიერთობა და საუბარი ყველა ცალსახად უსვავს მის პიროვნულ თვისებებს აღარ ლაპარაკობენ უკვე სამსვლელო ხასიათის თავარი მსვლელი იწყება პიროვნებით ეს ჩემი მოგონიერი ეს აქსიომა ყოლია დიდი მსვლელები ჩვენს ფარგლებს გარეთაც მაგრამ მათ ელემენტარულად აი ესეთი მომენტია რა და მაგრამ ასეთი პიროვნებები ჩემი სხვა შორის ისიც მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა საქართველოს სამზის ჩემპიონი სუპერთასის მფლობელი საქართველოს ასევე რუსეთში ჰქონდა რუსულ კლუბებში თამაშობდა კარიერის მანძილზე და იყო რუსეთის სუპერთასის მფლობელი და რუსეთის ჩემპიონი და აი უბრალოდ ეხა წლეულს ივნისში რაც მოხდა ნუ ამაზე მინდა რომ მაქსიმალურად ეს აი თვითონ საზოგადოების მხრიდან ნუ როგორი აი ულამაზესი და უნიჭიერესი ბიჭია მასსავით მოკრძალებული ისე მიშო აშვეთია მოხდა ხანძარი ქუთაისის მძიმე სერიოზული ხანძარი დაღაშვილის ქუჩაზე გამთენისაც ეძინა ბიჭს და სახში გამოიწვა 22 წლის ბიჭი 20 ეს არ ვიცი იმიტომ ვთქვი რომ წისქვილის ქვა ნუ აი ეს არ ვიცი წარმატება მინდა მიშა აშვეთიას მიხეილ აშვეთიას უსურო და უსურო ღმერთმა გააძლებინოს და აი ეს ამის გადატანა ხო შეუძლებელია მაგრამ მას იმდენად ძლიერი სული აქვს და ისეთი დიდი მებრძოლი ადამიანი რომ ის დარწმუნებული ვარ შემოქმედებითი კუთხით ცხოვრებისეული კუთხით შეძლებს ამ ტრაგედიის მეტნაკლებ გადაფარვას თუმცა სრულად რა თქმა უნდა ეს შეუძლებელი გახდა ერთახმები დიტო და მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის იმიტომ რომ მართლა ნებისმიერი და ჩვენი საზომით პატარა ბიჭი 47 წლის ბიჭი ეხა ამასაკში იწყებს ხალხის ცხოვრებას ბევრი ხო? და ჩვენ წინა გადაცემაში შენ ძალიან დაგწდა რომ ამ ადამიანზე ვისაუბრეთ ეს არის გარინჩა მანე გარინჩა ხო მანე გარინჩა რომელზედაც აი მე მახსოვს ახლა ნუ მაშინ პატარა ვიყავი მაგრამ იყვნენ ადამიანები კატეგორია ადამიანებისა რომლებიც უფრო დიდ ფეხბურთელად მიიჩნენ და ვიდრე პელეს. არც არის გასაგვირი. საქართველოში განსაკუთრებით, აი, მამაჩევის მეგობრებს გულისხმობ, მაგალითად იყო მუდმივი დავა ამაზე. რომელი უფრო დიდი, პელე თუ გარიჩა, ეს იმ ეპოქისთვის, აი ჩვენი მამების თაობისთვის იყო აბსოლუტურად მართალი ბრძანდების ჯაბაასის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი, გამორჩეული და თუნდაც ის ფაქტი, რომ მანე გარინჩას დაგრძალვას დაესრო 350,000-მდე კაცი. ანუ
1/13 მილიონი. შენ წარმოგიდგენია უკვე რა სიყვარულზე შეიძლებოდა ყოფილიყო ლაპარაკი. აქამდე მივარ, იმიტომ რომ ეს ტრაგიკული. მარტივი ხასიათი არ ქონდა ესეც ფაქტია. არა, მარტივი კი არა, უბრალოდ რა იყო, იცი, საოცრად თბილი ადამიანი იყო, თორე ყველაფერი ნორმალური რაც უნდა ქონდა, ამ ადამიანს ქონდა არანორმალური დაწყებული, ჯერ აი დაბადებით, რაიმე შეიძლება რომ აღნიშნო, იყო ტანმორჩილი, მხრებში მოხრილი, ერთი ფეხი მეორეზე რამდენიმე სანტიმეტრი მოკლე, ზეწოლა მიდიოდა მარცხენაზე და ამ მაბატი ბოდიში ამ ფიზიკური დეფექტის გამო ერთი ფეხი სულ ქონდა მეორეზე ოდნავ მაღლა. ყველა მოწინააღმდეგეს ეხონა რომ ფინს იწყებსო და ამ დროს ფინტი დაწყებული არ ქონდა. ეს საერთოდ სხვა საოცრება იყო. აი ამ მდგომარეობაში უკვე დაბნეული იყო მოწინააღმდეგე და მერე ფინს რო აკეთებდა, აი იმის კეთებას რო იწყებდა, ეს საერთოდ საოცრება იყო რა. ანუ ხარვეზი ერთგვარი უპირატესობადაც გადაექცა. ერთგვარ კი არა, ღია უპირატესობა. თავისი ნიჭის არანორმალური, იმიტომ რომ მაბატი ასეთი ფიზიკური დეფექტების და პრობლემების მქონე ადამიანს რომ იცი ეს მსგავსი ანალოგი ნამდვილად სოფლიო ფეხბურთს კი არა სპორტის ისტორიაში არ მოიძიება. ერთ მაბატი კონკრეტულ დეფექტი არ არის. რამდენი ჩამოვთვალე ახლა, ხო? აი ჩამოვყევი რა ვიცი მთელი ის ხაზი ისქენი. ეხლა ეს სოფლიოს ორგზის ჩემპიონი 58-ში და 62-ში. კი, აი სულ რატომ გას პელე ყვილია, მაგრამ მანე იყო ბიჭო. გარენჩა, არა, პელეს როგორ არ ქონდა, მაგრამ პელე სულ 17 წლის ბიჭი იყო 58-ში და სულ გარენჩას ხრებზე გადავიდა. 66 წელს სოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში გამართული ბრაზილიელთათვის ფიასკოთი დასრულდა, მაშინ რა მოხდა, იცი? მაშინ თავი სნელი ფეოდა იყო, ბიჭო, გადამწყვეტ თამაში არ დააყენა პორტუგალიასთან, არადა წინა თამაში უკვე ვეტერანად თვლიდნენ, გაიწყინა, გარინჩაზე ვამბობ. აი სულ ამბობ ხოლმე, კაც სულ კურთხეული, აი იპორო ყოფილიყო ჩვენი სულ ფილმზე, ფეოდაზე გადავდი. აი იპორო ყოფილიყო, თავი სნელი, იპოლიტე ხო, გეუბნებ შეიძლება ბრაზილიას, მაშინ მესამედ მოიგო, იმიტომ რომ იპო გარინჩას დააყენებდა. არ დააყენა და აი ამ პორტუგალიასთან მარცხით ბრაზილიას იმხანად უძლებელმა ბრაზილიამ სრული ფიასკო განიცადა და დარჩა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპში, ანუ პლეი-ოფშიც ვერ გავიდა. ეს მიზეზი იყო უდიდესი ტრაგედია. სხვათაშორის პელეზე ფილმია გადაღებული. სულ ბრაზილიურ კლუბებში თამაშობდა, მაგრამ ეს ბოტაფოგო, ეს ბოტაფოგოში იყო ეს 12 წელი მისთვის განსაკუთრებული 259 გოლი. ეს საგოლე გადაცემი მაშინ არ ითვლებოდა სამწუხაროდ. და რამდენი 1000 საგოლე გადაცემა იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ხო კლასიკური, ეს ხო ფლანგი იყო, არ იყო კლასიკური გოლეადორი, ეხლა მარტო 259 გოლი ბოტაფოგოს, ესე იგი 5 გუნდში 6 წლის მანძილზე შემდგომ მხოლოდ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ანუ როცა ჩამონათვალია მანე გარინჩას კარიერის მანძილზე, მოდი უნდა რეალურად ჩვენ ბოტაფოგოთი შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ რეალურად ბიჭს ეხლა კარიერა, კაც ქონდა კარიერა ბოტაფოგოში. ეხლა რო ახსენე, ბიჭო, ცოტა სხვა ცხოვრები ცხოვრობდაო, ეგ არ მკითხო, სულ პრობლემა ჰქონდა, დიდი პრობლემა ჰქონდა. განუზომლა დიდი რაოდენობით ეწეოდა შუა კარიერის დროს, არ ვიცი რა, მაგრამ ძალიან სვავდა განუწყვეტლივ. ეწეოდა როგორ ამორალურ ცხოვრებას, იცი? ბიჭო, რა ჩემი საქმეა, ბოდიში, სხვადასხვა ქალები და ჯაბში 14 შვილი ყავდა. აი მე ამ შვილებს დაბრუნდა და რაც გამომზაურდა, ხო? ეს ნაირა მარკესთან გაჩერდა, ნუ თავიდან ყველაზე კარგად 8 გოგო გააჩერინა. მე აი ამის სმა შეეწირა ეს ქალბატონი, იმიტომ რომ ავტოავარიაში მოხდა, გაგლეჯილი მთვრალი იყო და ეს გადავარდა იქიდან, ეს ქალბატონი თვითონ გადარჩა. მე ცოლად მოიყვანა სამბას მოცეკვავე. აი უკაცრავა და მაშინ ქალაქურად პრინციპია ქალებს რო ეძახოდე 5 შვილიანი დედა მოიყვანე. აგინდეს არა ნუ გეუბნები. და ბიჭო ეს ცხოვრება აი დაასრულა 59 წლის ასაკში. დიაგნოზი იყო ღვიძლის სეროზი. დაიშალა. არა განუსაზღვრელი ეხა რო არის მე ჩვენ მარადონაზეც მივარ. მარადონას კიდე ესე ცხოვრება არ ქონია რაც მანეს ქონდა რა. გარინჩას რაც ქონდა. ანუ თბილისში რო გადაუჯოկრა მარადონას. არა კი მარადონა ვერ მივიდა. ვერც ერთი და სხვათა შორის და აი შენ რო ბძანე პელეს და იმას შორის აი ურთიერთობაც ეხა პელე მოხსენებათ იყო საკმაოდ ჩამოყალიბებული ისეპშიონიერი ბიზნესი წინსვლით იმით და თავიდან რაღაც პერიოდი ეხმარებოდა რა, იმიტომ რომ მეგობრობდნენ რა ადრე
მე იცი რა, მე უკვე წამოვიდა ის რომ რამდენ ხანს თელი ცხოვრება ვერ რომც გაყოლოდა რა. ეხა ერთი კაცი არა გავიგე რომ ესეთი იყო და გარიჩა არ იცვლებოდა, მაგრამ ლოგიკურად რო შეხედო, აი ჩვენებურად, ხო? მოიცა ერთი კაცის შენახვა ისე რომ შიმშილი და იმით არ აღმოხდოდა სული გაუჭირდებოდა პელეს და რა დანაკლისი და რა ზიანი. ესე დაასრულა. ასე დაასრულა და დაკრძალვა რო ახსენე რითიც დავიწყე გაცემა ესე იგი 350,000 ადამიანი საოცრება მოხდა რა. საოცრება ოღონდ არ ვიცი ეს თვითონაც ხო ვერ ხსნიან ყველა ჩასოსული იყო და ხმას ეს იყო ყოველთვის პელედან დაწყებული არც ერთი მისი ყოფილი სანაკრებო თანაგუნდელი ვისთანაც ორგზის სოფლიო ჩემპიონი გახდა არ მივიდა. პელეც არ მივიდა. პელეზე ამაზე გვარიანად შეუკურთხეს და ასეთი სისულელე ბრძანა რომ მე აიო იცი რა არისო აი მიცვალებულის საფლავზეო და იმითო არ შემიძლია ყოფნაო ეხა არ შე ხო რაღაც სისულელი რაღაც ხო უნდა ეთქვა რა უნდა ეთქვა თქვა სისულელი ჯობდა ისევ გაჩუქებული იყო როგორც ისინი დუმდნენ სხვები მაგრამ აქ მაინც რაღაც მგონია მაპატიებ მე მოკრძალებით ეხა რა ის მაგ მაგრამ ჩემ მოკრძალებულ იმას გამოვთქვა აი ზუსტად წინა იმაში რო ქონდა აი მიშა მესხს რას უკეთებდი დეიცაც იგივე პატა აქაც ღვარსთან და ბოღმასთან მგონია საქმე რა იმიტომ რომ ხო ყველა დიდი იყო, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცოდა და გზნობდა, როგორ უყარდა ბრაზილიელებს უპირატესობა. იქ გამოკვეთილი იყო ხალხის. არა ხალხის, იმიტომ რომ გაუკეთეს ეპითაფია საფლავზე რომ განიშნებს ადამიანი, ვინაც ბრაზილიელი ხალხის დიდი სიხარულის მომგვრელი გახდა და არც ერთი მათგანისთვის, სხვა ფეხბურთელისთვის მსგავსი წარწერა არ გაუკეთებიათ. და მეორე და იქვე იყო კიდე ერთი წარწერა ხალხის სიხარული და ფეხბურთის ჩაპლინი მანე გარინჩა ფეხბურთის ჩაპლინი რა ფეხბურთის ჩაპლინი და არა იმიტომ იყო მე აი სინა იმას რომ ამბობდით რომ ბესკოვი რო ეხვეწებოდა მიშას რო ბიჭოში აი ხო ხედა აი ესახარო რა ესე უნდა იცეკო ესე უნდა იმოძრავო ეს უნდა აკეთო და მეტიც კი შეგიძლიაო რა როგორ არ შეეძლო მაგრამ ნახე ორივეს ცხოვრება როგორ უხილავი ძაფებით უკავშირდება და როგორ გავს ერთმანეს მართებული ხარ რომ არის რა მიუხედავ იცი რა ერთადერთი რაც ბრაზილიურ საზოგადოებას ვერ წაართმევ რომ მაქსიმალურად უკდავყეს მისი სახელი დავიწყოთ იმიტომ რომ თვითონ ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში სტადიონს მანე გარინჩას სახელი ქვია შეიქმნა ორი დოკუმენტური ფილმი და 2003 წელს უკვე მხატვრული ფილმიც იქნა გადაღებული 2010 წელს უკვე მისი მშობლიური არც მე სამწუხაროდ ბოტაფოგოს დასავლეთ ტრიბუნის სიახლოვეს 2.5 მეტრის სიმაღლის გარინჩას ბიუსტი დაიდგა. არა, ნუ ეს აღიარება სახალხო აღიარება აი ეს პელე და იმ თაობას რა. აი ვინ გახადა რა რეალურად ორგზის სოფლიო ჩემპიონი და აი ეს ფეოლა რომელიც დარწმუნებული ვარ ის ბოლო ამოსუნთქვამდე იმას ინანებდა რომ პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში არ დაახენა. გარინჩ ეს იგივეა როცა აი თბილისის დინამოს მაშ პირობითად აი ესე რომ წარმოსახვით რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ფორმაში მყოფი მესხი არ დაგეხერება. ნუ ეხლა ნუ ანალოგიური. თვითონ ეს შეკითხვა მაქვს შენ. დაბადებიდან შეუსრულდებოდა 92 წელი. კი ბატონო გისმენთ. აი შემდეგი ადამიანი რომელზეც უნდა ვილაპარაკო რა მოგაფიქრებინა აი ოლეგ ბლოხინი ვიცია. 73 წლის შესულდა 5 ნოემბერს მაგრამ უბრალოდ ანუ ახლა მამაჩემის თაობა და პატარა ბიჭი ვიყავი მაგრამ ოლეგ ბლოხინის მიმართ ცოტა ქართულ ცოტა გერბო. არა მოდი პირდაპირ მოდი სანამ ეხა ჩემი და წინა თაობა რაღაცა მე ისა კრულვას და იმას დამიწყებს რაღაცა მანამდე ძირფასო მეგობრები შეგრებულად გავაკეთე ეს პროტეტი რათა კიდევ ერთხელ თქვენს და მომდევნო თაობებს ვაუწყო ხა მომდევნო თაობები არის რომენ ისე კარგად ბლახას სხვა შორის თბილისში რო იყო ეს პატარა ისინი ახალი თაობის ჟურნალისტების თვალებში რო შეცინებდნენ აი ესე მწარეთ მეღიმებოდა რა ეს იყო მოდი აქედან დავიწყებ ძვირფასო მეგობრებო ალბათ ჩემი ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა უბრალოდ აქ ოჯახისებრების გავლენაც იყო მაშინ მუდარაც კატეგორიული მოთხოვნაც რომ არ წახვიდე და არ კითხო მაშინ ის პრესკონფერენცია მე ერთადერთი ძალიან თავაზიანი რბილი კითხვით შემეძლო დამესრულებინა ამის სრულ გარანტიას გაძლევთ მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ მეკითხა ერთადერთი კითხვა
ალეგ ვლაჯიმიროვის უგასრავად ესე ციტირებას რო აკეთებ, რა თქმა უნდა მიმართო რუსულ ენაზე, ხა ქართული მაგან არის ის და უკრაინულს მე ვერ ვფლობ. Олег Иванович, кстати, как там Ирина Николаевна поживает? Ай, ეს ეგ თავშია, არა, ეგ თავშია, ეხა მოვყვები. ბიჭო, იყო უდიდესი ფეხბურთელი, მაგრამ აი ესეთის პიროვნება, აი მოდი ისი უკუმა ვიტყვი. თელი გადაცემების ციკლი გაკეთა უკრაინულ არხებზე, სადაც ცოცხალი, ნუ ეხა ვიცაკოლოტოვი აღარ ყავთ, ცოცხალი, რუდაკოვი ჟენია და დანარჩენ თითქმის ყველასთან იყო საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ ჩაწერილი. რა თქმა უნდა, ეხა უკრაინელებისთვის ეს არის განუვერებელი მოვლენა, მაგრამ აი ერთ კაცს არ უთქვა ჩემი მეგობარი და ჩემი ახლობელია. ეს იყო ადამიანის ანტიპოდი რა. კაცი, რომელსაც ცხოვრებაში არ გაუღიმია და არ გაუცინია. ეხლა რატო გაგვიშთა ჩვენ ქართველებს ბლოხინის მიმართ? ბლოხინის მიმართ ასე დამოკიდებულება გაჩნდა ჯერ 76 წელს ჩვენ ქონდა ამაზე გაცემეს საუბარი, როცა ბლოხინი იყო ერთ-ერთი მაშინ ეგრეთ წოდებული ვისკაჩკა ინიციატორი, როცა ჩვენ ლეგენდარულ დავით ყიფიას იქ რაღაცა მონრეალში სერიოზული ის გარჩევა მოუწყეს და ის ხო ნუ მე შევახსენებ საზოგადოებას უბრალოდ მონრეალში რომ აღშფოთდა რა ცხონებული დავით დავიდოვიჩი რომ მე აქ რა ტურისტად ჩაომიყვანე თუ რა ხდება და ამას რომ მოყვა აი იქიდან მოყოლე არა მანამდეც არა ბოდიში მანა ეს იყო უკვე კულმინაცია და აქედან მოყვა მე ხა პირდაპირ გეტყვი ხო ცხონებულ მამაჩემს სულ ეჭხმებოდა და მე არც აიყვარო სტადიონზე რომ კინება მოაქვს სახში გინება ვსავლობდი ბაბათი ბლოხიზე რატო იცი აი როგორი მომენტი იყო მიშა იცი მაშინ როგორ ხდებოდა რატომ ხაც ხო ნომრები ესე დანომრილი იყო ხო ისა და ნუ მეკარე და მე ეს 11 და ასე დაწყობილი გამოდიოდა მაშინ არ იყო ეს დღეს შეიძლება 26 და 27 არა ნუ პირველი 11 აი ეს ბოლოს რო ჯერ ხო ის კიევის დინამო რო გვირაბიდან გამოყოფდა თავს ხო იწყებოდა საში და ბოლოს მოდიოდა იმიტომ რომ ხო 11 იყო და აი იქ იწყებოდა ხوار დაასრულე ბლახა თუ აი უირინო აი ეგ იყო მე მამათეთ მაშინ არც იმის ნიშნა ფარმეს პოდა ბარა სხვებზე მეტად ფარავდი კიდე სუმატარა ბიჭი ხანდახანდა საზოგადოების ედიმას ვიხებდი ავენაც სვალეს ლოყაიჩი მექანიკურად ვიმეორებდი პროსტო ხო იმიტომ რომ უკვე არა ვიცოდი რომ იყოს სუდი ტიპი და უნდა გვეკინებინა ნუ ეს ამაზე მოვყვები ეს ირინას სულ რატო უკავშირებ ამ პიროვნების სახელს მო დავიწყო იმით რომ ნუ არ ვიცი ძალიან დიდი იყო სხვა შორის ნუ აი ესეთი რა როგორ გითხრა იცი დედამ ძლეოსანი მამა ხუჭიდელი მეორე მსოფლიოს მოძე როგორ ჩას სერიოზული მაშინ ვიზე საუბრობ ახლა ბლოხიზე არა გაზარდეს ხო აბა ეხა ირას პორტრეტს არ ვაკეთებ ეხა გაზარდეს ძალიან მკაცრად იმიტომ რომ ტიპს ხორობაში არ გაუღი სხვათა შორის რამდენჯერმე უკვე მე ხანდასმულ ასაკში გაღიმება როცა და ეხაც რომ ამოიღო ნებისმიერი აი იგივე თუ გინდა YouTube-დან ნახე კადრი სურვილი კი არა უბრალოდ აი მოვალეროა რომ რაღაც გაიღიმოს ვერ იღიმება არ კი არა ვერ იღიმება იმდენად ანტია ტიპი და მაგის პირიდან თან კიდე ერთხელ ვამბობ ქრონიკული გაუთავი სხვა შორის ისე აქვე ვიტყვი ძერბასო მეგობრებო რომ ბლოხინამდე სანამ ბლოხინი იყო კულტად კიევის დინამოს ყავდა ის ვალოჯა ანიშინკო კი აუ ანიშენკოზე გვინავდა მაშ ნუ იქ იქ ვიჭაკოლოტოვი კიდე რომ აი მოკლედ არავის თუმცა ბლოხინი როგორც ფეხბურთელი არა უდიდესი არა ნუ ეხა 16 წლის ასაკში 100 მეტრს 11 წამში დარბოდა ეს ქონდა ფილიგრანული ტექნიკა მოხსნილი აქვს პრაქტიკულად საბჭოური ფეხბურთის ყველა რეკორდი ნუ 300-ზე მეტი გოლი ეს ფედოტოვის ბომბარდირებს საბჭოთა კავშირის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი მაშინ 112 მატჩი წარმოუდგენელი იყო იმდენად მცირე რაოდენობა ტარდებოდა ნაკრები გუნდების მონაწილეობით რომ 112 კოლოსალურ ციფრად მოშანს 42 გოლი 75-ში ფრანს ფუტბოლის ვერსიით პირველი უკრაინელი და პირველი არა მეორე საბჭოელი ვინც ოქროს ბურთი მოიპოვა მანამდე ის იყო ის შომას რო უყურდა ჩვენს ის ბესმენი დეპუტატი ლევა იაშინი აგაზე შომაზე რომ მივალდა მაგას გავიხსენებ იაშინი კიდე კარგად გასახსენებელი მაგრამ არა იაშინს ისე რას ვერ ჩოდით ეს იყო საშინელება
ხო მე კიდე ორი უკრაინელი გახდა ამასაც ვიტყვი მე ბელანოვი და შევჩენკო მაგრამ ამასთან მაინც ვერ მოვიდოდნენ საბჭოთა კავშირის 7 გზის ჩემპიონი 5 გზის თასის მფლობელი ორჯერ მოიგო თასების მფლობელთა თასი აი ჩვენ რო ეს გადავკვდარი რო ვარ და ორჯერვე ფინალში გოლი გაიტანა ორივე თამაში 3-0 მოიგეს და რაც ამან 65-ში ბავარიას დამართა ბეკენბაუერის და თავის მეგავარსკვლავები ჩათვლით ანუ 7 თუ 8 მსოფლიო ჩემპიონი თამაშობდა წინა წელს ისა ფერგემ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სუპერთასი იყო ევროპის ისა UEFA სუპერთასი ანუ ევროპის სუპერთასს რო უწოდეთ კიევში 2-0 მიუნხენში 1-0 სამივე გოლი ბლოხინმა გაიტანა ბეკენბაუერი ხო 10-რია და სხვათა შორის მიუნხენში ბლოხინის გოლი რომელიც მარტომ გაიტანა თავისი ნახევრიდან დაწყებული დღემდე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შედევრ გოლთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ რჩება 75 ზუსტად 50 წლის წინ გატანილ გოლზე. ეხლა რა იყო ჩვენთან? ეს ისეთი მომენტია რა, რომ არ გვიყვარს რა, აი ტიპაჟი ესეთი რაღაც ეს ის ეხლა ჩვენს ცოტა ისეთი არა ცოტა ისეთი კომაგიც ვიყავით, როგორი მომენტია, იცი რომ არ გვიყვარდა ხოლმე დიდი ფეხბურთელების დაფასება რა, ესეც იყო და ეხლა აღგინების შემდეგ რას ვაგინებდით ეს ხო ეს მოდა გადასარევო თამაშობდა საუკეთესო თამაშს 11 იმაში წამში გერა მგონი 6 წამში დარბოდა და საშინელებას გვიკეთებთ ამაზე უფრო მეც ვაგინებდით მე დაყარა შჭორი და ჩვენთან ხო იცი ხო რა არის ის დოქტორ გებელსის ხო ყველაზე დიდი სიმართლე კარგად გავრცელებული ჭორი რომ ვითომ თბილისის დინამოს ერთ ცნობილი ფეხბურთელი საყვარელი იყო ისა ირა ჯერუგინე რაც იყო აბსოლუტური ბლეფი არასრულ გაჩერდი ეხა რაღაცა ბოდიში კინაღა რუსულად წამოს და ეხა იმას რომ ჯერუ მაგრამ ეხა ირა ჯერუგინა ეს რაღაცა საოცრება იყო ეს იყო არის ხატრული ტანვარჯიშის იმ ეპოქის სოფლიოს იმის და მოკლედ ხდება ასეთი რამ რომ იცი რა ხო იცი ერთმანეთზე რომ მიეწყო ყველაფერი 79 წელია ბლახა 26 წლის ბიჭია სულ და რაღაცა მუცქვედა ჯვარდინი მყესები გაიწყვიტა და უცებ მოსკოვიდან კიევში არის ზარი რომ მოსკოვის სპორტ კომიტეტში ანუ დღევანდელ სამინისტროში ამ იმპერიის რომ ისა ბლოხინის 26 წლის ასაკში ანებებს თავს ფეხბურთს ბიჭო რა ხდება რას ქვია ბლოხინი მიდის ეს არის აი არ ვიცი რა ვერ შეგიდარებ რამის ეხ ბირთვული ომი რო დაწყებულიყო იმის უცებ რაღაცა კიევი აზია არ არის ჯერ მოსკოვშია პატაკი ო ეგრე იყო მაშინ არაფერი გაიგო მე რო ისა რა ესე იგი ჯერუგინამ ცოლობაზე უარი უთხრა იმიტომ რომ არც ირა არ იყო და განსაკუთრებით არ უყვარდა ეს ირა ჯერუგინას ამზელი დედა ალბინა იგოროვა ალბინა ჯერუგინა ალბინა იგოროვა ჯერუგინა ბიჭო ვერიტანდა პათოდე ეს ვინ არის ეთ სუზიჩოკს ეძახდა ეგ იყო მხეცი ზიჩოკ გახსოვს იმას უნიკალური ფილმი როა მარჯუკოვა და ის რო თამაშობენ ტაფას რო ურთხავს თავში ტანცუიცოშო დაახლოებით ისა როგორია ეს გენიალური სახეობი ხალდა ის დაახლოებით აი ესეთი მოკლედ უარი და არ ვიდა რა ხდება ამ დროს ხდება ალბათ რა ესეთი ასეთი რამ ოფიციალურ დონეზე ვამბობ თორე იქ თქვა და აი რაც ნაზი კომანეთში დაიმართა და ეხა პარალელები არ მომყავს მოკლედ მაშინ იყო შერბიცკი ეს იყო ლეონიდ ბრეჟნევის აი ძმა და მეგობარი რაღაც ერთ ნაპრუნტალი ეს უკრაინის ცეკას პირველი მდივანი განსაკუთრებით პირველი და იმის ოფიციალური განკარგულება გამოდის ოფიციალური რომ ირინა ნიკოლაევნას როგორც საბჭოთა კავშირის პარტიის წევრს დაევალოს საბჭოთა კავშირის და საბჭოთა სპორტის და ფეხბურთის ინტერესები და გამომდინარე გაყვეთ სწორად ოლეგ ბლოქის. ბიჭო ახლა უარ სიტყვი და გადაგივლიან. მოგსპობენ საერთოდ გაგაქრობენ ყველაფრი და აი ასე გაყვა. აი იმიტომ ვიდოდა მომეკითხა კიდე და ბიჭო ასე რო ცოლს მოიყვანეთ. აი ტიპი ესე იგი წარმოგიდგენია ცეკას პირველი დივნის ბრძანებით მოიყვანა ტიპმა ცოლი. როგორ და მაინც ოფიციალურად 21 წელი გაძლეს და მე მაინც დაშორდნენ, იმიტომ რომ არანაირი გზნობა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში იმას ირას არ უყვარდა.
ირას არ უყვარდა, ნუ ერთი გოგონა ყავთ, იმას სხვა შორის ირინა დაარქვეს. ხო, აბა ალბინას ხელში, აბა ალბინა ქალიშვილის სახელს, დავით ქალიშვილის სახელს დაარქვეს. ანუ ცოლის სახელი ქვია, ანუ დედის სახელი ქვია ქალიშვილსაც. ხო, აუ ალბინა არის შენ რა იყო. ეს ალბინა ეს ცალკე სახელმწიფო იყო, ბიჭო. ეს ცალკე რაღაცა ჩრდილო კორეის მაგარი იყო. არა, დედა. სიდედრზე. სიდედრ ირაზე აღარ არის. ხო, მეორე ქორწინება, მე უკვე ისა ანჟელასთან და ორი ქალიშვილი ყავს და ნუ ისეთი მომენტია რა. არ ვიცი ეს ხათა შორის და პიროვნებას რო შევეხი აქვე მინდა ეხა ვიღაცამ რო არ ფიქროს რომ ეს ეხა ჩემზე რო ეს ადამიანია ეხა თავის იმას ანთხევსო. უბრალოდ 2001 წლიდან მოყოლებული აი გამოჩნდა პოლიტიკურ სარბილში. ბიჭო შევიდა უკრაინის კომუნისტურ პარტიაში. ეხა 2001 წელს კომუნისტურ პარტიაში შევხვდა. უკვე დრო კომუნისტურ არა, კომუნისტურ ეხა ბიჭო ვიღაცებს უყურით რომ ვიღაცებს ახსენებენ რომ 9 აპრილის შემდეგ коммунистურ პარტიაში და ეხა 2001 წლის შემდეგ რომ კომუნისტურ პარტიაში შევხვდა. არა მოიცა ორჯერ უმაღლესი რადის დეპუტატი იყო და 2022-ში უკრაინაში რუსეთის შეჭრა ოდნავ მოგვიანებით დაგმო მაგრამ რაშისტების მიმართ მკვეთრი განცხადებები დღემდე გაკეთებული არ აქვს და ამას არ უიწყებენ. არ უიწყებენ, მაგრამ მოვა შეიძლება იქამდე მივიდეს რომ ერთხელაც ქეჩოში მოკიდონ ხელი რა არ გამოურიცხავ. ამას ცოტა ისია რა და ერთადერთი რითი შეიძლება დავამთავროთ ფასო მეგობრებო თქვენი ნებართვით უბრალოდ როგორც აი ზუსტად 1975 წელს 2025 წელია ეხლა ცოტა ინტერპრეტირებას გავაკეთებ მაშინ ბლახა твою ირინო ეხლა შეიძლება ბლახა твою ირინო იანჟელო ცალ-ცალკე და ერთად აღებულიო რა აი ასეთი გახდათ ოლეგ ბლოხინი რომელიც მიჩნეულია საბჭოური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. თითო ურმესი მადლობა რომ ესეთი თავისებური მანერით ყოველთვის საუბრობ ცნობილ ქართულ და არაქართულ ფეხბურთელებზე, არ მხოლოდ ფეხბურთის სპორტსმენებზე. ეს უბრალოდ ჩვენ თაობას გავახსენეთ. ბლახა, მეცახელი ბლახა კიევიდან მოდიოდა. ჩვენ არ დაგვერდებია. ურმესი მადლობა. მე მადლობა მინდა გითხრათ ძვირფას რადიო მსმენელებო ყურადღებისთვის და შეგახსენებთ რომ ეთერში იყო გადაცემა ძველი რადიო და ძველი რადიო ერთ კვირაში ზუსტად მომდევნო შაბათს დაგიბრუნდება. საუკეთესო სურვილებით მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით.